უკვე მერამდენი დღეა თბილისში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. გრძელდება ხალხმრავალი მიტინგები და მანიფესტაციები. აქციების მონაწილეები ღამეს კარვებსა და საგანგებოდ დამზადებულ საკნებში ათევენ. დაძაბულობა სულ უფრო იზრდება. საქართველოში შეკრებებსა და მანიფესტაციებზე დაკვირვების გამოცდილება არ არსებობს. ამ გამოცდილებას ახლა ვიძენთო, ამბობენ სამოქალაქო მანიფესტის ეგიდით გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მრავალეროვანი საქართველო კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი, კავკასიის ქალთა ქსელი, თანასწორობის ინსტიტუტი, კონსტიტუციის 42 მუხლი, კანონი ხალხისთვის და სხვები. სულ 11 არასამთავრობო ორგანიზაცია პირველი ერთობლივი პროექტის თბილისის მოსახლეობის სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს. რატომ გახდა საჭირო მისი ჩატარება და რა აჩვენა ამ გამოკითხვამ? ამის გარკვევას მარინა ვაშაყმაძე შეეცადა. საპროტესტო აქციების მონაწილეთა მოთხოვნა ერთადერთია და იგივე რჩება. სულდა გადადგეს რა პრეზიდენტი. უნდა გადადგეს. საქართველო ელოდება აღდგომას და იმას, რა იქნება აღდგომის შემდეგ. მანამდე კი საზოგადოების წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები შექმნილ სიტუაციაში თავიანთ როლსა და პასუხისმგებლობაზე საუბრობენ. ჩნდება ახალი ინიციატივები. კონფლიქტოლოგი გოგი ხუციშვილი ამბობს. ეხლა ჩვენ არა მხოლოდ მონიტორინგი უნდა ჩავატაროთ, თუ რა უფლებათა დარღვევის შემთხვევებია, რა მაგალითად რაღაცა ინციდენტებია, რაც ხდება ქალაქში, მაგრამ ასევე რა წინადადებები მოდის მოსახლეობისგან. გოგი ხუციშვილის ორგანიზაცია კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი ერთ-ერთი მონაწილეა არასამთავრობო ორგანიზაციათა ინიციატივისა, რომელიც სამოქალაქო მანიფესტის ეგიდით ჩატარდა. მის არსსა და მიზანს კი გოგი ხუციშვილი ასე განმარტავს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გავიგოთ განწყობა და გავიგოთ, რაში ხედავს მოსახლეობა გამოსავალს. აგიტ მირზოევი, სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი კი ამბობს, რომ სამოქალაქო მანიფესტი საზოგადოებაში არსებული მოთხოვნების საფუძველზე შეიქმნა. არასამთავრობო ორგანიზაციათა გაერთიანება გამომდინარეობს იმ მოთხოვნებიდან, რომელიც არსებობს რეალურად დღეს საზოგადოებაში. და უპირველეს ყოვლისა ეს არის ინფორმირებულობის დეფიციტი, მათი ჩართულობა და გავლენის მოხდენა ზოგადად პოლიტიკურ პროცესებზე. თუ რა იგულისხმება ამ ჩართულობაში, კიდევ უფრო აკონკრეტებს ზაქარია ქუცნაშვილი, ორგანიზაცია კანონი ხალხისთვის ხელმძღვანელი. იქიდან გამომდინარე, რომ თქვათ, შეკრებება და მანიფესტაცია მიიღო პერმანენტული ხასიათი და ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნა აქტუალურია, რაც ნიშნავს იმას, რომ საკითხი რამდენად უნდა გაწყდეს, სამოქალაქო საზოგადოება დაფიქრდა იმ ადამიანების ჩართულობაზე, რომელი ადამიანები სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ერთვებიან პროცესში. ეს შეიძლება იყოს ჯანმრთელობა, შეიძლება იყოს ასაკობრივი მდგომარეობა, შეიძლება იყოს ოჯახური მდგომარეობა, ინვალიდობა და უამრავი მიზეზი შეიძლება იყოს. აქ ცურვილად ვერ ერთვებიან. ამიტომაც ჩვენ რო გაგვიგოთ იმ ხალხის აზრი, ვინც ფიზიკურად ვერ მიდის შეკრებაში და მანიფესტაციაში მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ თანაუგრძნობს ან მოწინააღმდეგე არის, სწორედ ამიტომ დავიწყეთ გამოკითხების წარმოება. რა გამოკითხვებზეა საუბარი? კავკასიის ქალთა ქსელის ხელმძღვანელის ნინო ციხისთავის განმარტებით, ეს გამოკითხვა 14-15 აპრილს ჩატარდა, მასში მონაწილეობა მიიღო 500-მა რესპონდენტმა, რომელთაც სამოქალაქო მანიფესტის წევრებმა შემდეგი კითხვებით მიმართეს. არის თუ არა დღეს პოლიტიკური კრიზისი საქართველოში? არის თუ არა გამოსავალი ამ მდგომარეობიდან? რაში ხედავენ ისინი გამოსავალს? აი ამ კითხვებზე პასუხის ანალიზი მიმდინარეობს. მოსახლეობა ძალიან აქტიური გამოდგაო, ამბობენ გამოკითხვის ინიციატორები. თითქმის ყველა ამბობდა, რომ მთავარია მშვიდობიანად მოხდეს, მთავარია უსისხლოდ მოხდეს, ძალადობა არ იყოს გამოყენებული და აი ამ ხრივ ძალიან შფოთავენ. გამოკითხვის შედეგებს ნინო ციხისთავი გვიზიარებს. პირველი კითხვა, როგორც უკვე ვთქვით, პოლიტიკურ კრიზისს ეხებოდა. როდესაც ხელისუფლება ამტკიცებს, რომ პოლიტიკური კრიზისი არ არის ქვეყანაში შექმნილი, თბილისის მოსახლეობა ამას ცალსახად შეიძლება ითქვას, პასუხობს, რომ ნამდვილად არის კრიზისი, ძალიან მაღალია პროცენტი, ეს არის 71%. ვინც ამბობს, რომ არა, ეს დაბალი პროცენტია, ეს არის 4% და ასევე არის ნაწილი დარჩენილი არ ვიცი. აგით მირზოევიც ადასტურებს, რომ გამოკითხვის უმთავრესი მიზანი სწორედ ის იყო, რომ პოლიტიკური კრიზისის თაობაზე გარკვეულიყო საზოგადოების აზრი. რომელიც დაეხმარება და ხელშეუწყობს მშვიდობიან გამოსავალს აი ამ კრიზისული მდგომარეობიდან, იმიტომ რომ პოლიტიკური კრიზისის სახეზია. დღეს ამას ვერავინ ვეღარ უარყოფს, საერთაშორისო თანამეგობრობაც კი. რა შედეგები აჩვენა კრიზისიდან გამოსავლის გზებზე საუბარმა?
საქვეყნო ცნობილია, რომ ყველაზე მეტი გამოსავლის გზა თვითონ ხალხშივე არსებობს და მოიძებნება. აქაც ძალიან მაღალია თბილისის მოსახლეობის რაოდენობა, რომლებიც ამბობენ უდაოდ არის, ყოველთვის არის გზა და აქაც ესე 70% აფიქსირებს, რომ არის გამოსავალი, არა კატეგორიულად ამბობს 3% და დანარჩენი არ ვიცი. მაგრამ ალბათ განსაკუთრებით საინტერესო ის არის კონკრეტულად რა გამოსავალს ხედავენ კრიზისიდან საქართველოს მოქალაქეები. 18%-მა რესპონდენტებისა თქვეს, რომ აუცილებლად უნდა დასხდნენ მოლაპარაკებაზე, რომ ეს უსისხლოდ უნდა იყოს და ეს ძალის გამოყენების გარეშე უნდა იყოს და ასე შემდეგ. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ დავაჯამოთ ჩვენ ეს ორი ვარიანტი, ანუ გადადგეს თუ დარჩეს. 50% ამბობს, რომ უნდა გადადგეს, 17% ამბობს, რომ უნდა დარჩეს. როგორც მოგახსენეთ, ეს გამოკითხვა მხოლოდ თბილისელთა განწყობას ასახავს. თანაც მხოლოდ მათ განწყობას, ვინც აქციებში არ მონაწილეობს. ორგანიზატორები ამბობენ, რომ მათ ასევე დაგეგმილი აქვთ მანიფესტანტების გამოკითხვაც. აქვთ თუ არა დაგეგმილი გაარკვიონ, რას ფიქრობს ხალხი საქართველოს რეგიონებში. ზუსტად ეს არის პრობლემატური, იმიტომ რომ არსებობს საკმაოდ სერიოზული პრობლემა იმ რეგიონებში, სადაც ჩვენ გვყავს წარმომადგენლობა, ეს გახლავთ 5 რეგიონი საქართველოსი. სახეზეა პრობლემა ინფორმირებულობის და ძალიან არაერთგვაროვნად ახიქვავენ იმას, თუ რაც ხდება ცენტრში. გოგი ხუციშვილი ამას ადასტურებს და დასძენს, რომ სამოქალაქო მანიფესტი სხვა ღონისძიებებსაც გეგმავს იმისათვის, რომ უკეთ გაირკვეს, რას ფიქრობს ხალხი. იმისკენ მიდის ყველაფერი, რომ აი კრიზისიდან გამოსავალი იყოს უკვე გამოკვეთილი და იყოს გამოკვეთილი წინადადებები, რომელიც ემყარება არა მხოლოდ საექსპერტო აზრს, არამედ ემყარება ასევე მოსახლეობის აზრს. იმიტომ ხალხი მსჯელობს ამ საკითხთან დაკავშირებით, ფიქრობს, შეიძლება ითქვას, რომ ის გამოსავალი, აი რომელიც ჩვენ ნაკლებად ახლა ვთქვათ, სავარაუდოდ მიგვაჩნია, შეიძლება მოსახლეობისთვის იყოს რაღაც უფრო რეალური, ვიდრე აი მაგალითად პოლიტიკოსები ფიქრობენ. ამიტომ პოლიტიკოსებს ეს მოსახლეობის უნდა მიეწოდოს. კითხვაზე გაკეთებულა თუ არა რაიმე მსგავსი აქამდე, გოგი ხუციშვილი პასუხობს. აქამდე არ კეთდებოდა, ეხლა იწყება მარტო ეს მუშაობა. რატო არ კეთდებოდა აქამდე? ძნელია მაგაზე პასუხი. რა თქმა უნდა ყოფილიყო ეს აქამდე გაკეთებული. თუმცა მას შემდეგ, რაც საპროტესტო აქციები დაიწყო, თბილისში კიდევ ერთი გამოკითხვა ჩატარდა და საკმაოდ ავტორიტეტული. გელაპ ინტერნეიშნალის ვებგვერდზე წაიკითხავთ. 10 და 11 აპრილს გელაპმა და IPM-მა თბილისის მცხოვრებთა სატელეფონო გამოკითხვა ჩაატარეს და დაადგინეს, რომ მოსახლეობის 42% მხარს უჭერს ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს. 25% წინააღმდეგია, ხოლო 33-მა განაცხადა, რომ არ იცის ან უარი თქვა პასუხზე. პასუხებზე უარი შემაშფოთებელ ფაქტორად მიაჩნია ზაქარია ქუცნაშვილს. სეგმენტით, რომელიც უარს ამბობს გამოკითხვაში მონაწილეობას, მიანიშნებს, რომ შიშის სინდრომი ისევ არსებობს და ადამიანები მიუხედავად იმისა, რომ ვეუბნებით რა გამოკითხვა, რა მიზნებს ემსახურებენ, მაინც უარს ამბობენ გამოკითხვაში. კიდევ ერთი პრობლემის შესახებ, რისი გარკვევაც სურდათ გამოკითხვის ინიციატორებს, გეოპოლიტიკური კვლევის საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარე თენგიზ ფხალაძე საუბრობს. სამწუხაროდ დაიწყო манипулირება, რამდენად გამოხატავს ესა თუ ის პროცესი ხალხის ნებას, ვის მხარეზეა ხალხი. მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა ასრულებდეს ხალხის დაკვეთას. დღესდღეობით თქვენ რომ გადახედოთ იმ სპექტრს მოსახლეობის, რომელიც იგივე რუსთაველის გამზირზე იმყოფება. ეს არ არის ნამდვილად ვიღაცის თვის გამოსული ხალხი. ეს ხალხი არის გამოსული იმ პრობლემების მოსაგვარებლად და იმის პროტესტის გამოსახატავად, რომ ქვეყანაში არსებობს კრიზისი. და მაინც რომ შევაჯამოთ. რა მიზანი აქვს საზოგადოებრივ კვლევებსა და გამოკითხვებს გელაპისა იქნება თუ სამოქალაქო მანიფესტის წევრების და რა შედეგი შეიძლება მოიტანოს გამოკითხვებმა. იქნება ამაზე პასუხი ქუჩაში პირველივე შემხვედრმა გვითხრას, მან ვისაც არც ერთ ამ გამოკითხვაში არ მიუღია მონაწილეობა. ერთის საფიქროს იფიქრებს ყველა ერთად და გადაწყვეტილებაც იქნება უკვე ლოგიკური, ყოველთვის შეიძლება საუკეთესო გამოსავლის-ზებნა. და კიდევ ერთი. ცვლილება საჭიროა, ცვლილება უნდა იყოს. აი ეს არის შემთხვევითი და არაშემთხვევითი შერჩევით გამოგითხული ადამიანების საერთო აზრი. მარინა ვაშაყმაძე, რადიო თავისუფლება, თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი პროექტის შესახებ მარინა ვაშაყმაძე გესაუბრებოდა, თქვენ უსმენთ რადიო თავისუფლებას.